რამდენად უსაფრთხოა მოძრაობა საქართველოს გზებზე? ეს კითხვა გამუდმებით ისმის. პასუხი კი ჯერჯერობით სავალალოა. 2024 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 272-ით არის გაზრდილი. სავალალო შემთხვევებმაც და დაშავებულთა რაოდენობამაც იმატა სამწუხაროდ. უმთავრესად რა მიზეზებით ხდება ავტოსატრანსპორტო შემთხვევები საქართველოში? უპირველეს გამომწვევი მიზეზი საგზაო შემთხვევების და სიკვდილიანობის არის სიჩქარის გადაჭარბება, როგორც წინა წლებში და დომინანტი არის იგი. მეორე ადგილზე არის უშუალოდ გადასწრება და გადასწრების შედეგად და ზოლიდან გადასვლის შემთხვევაში მომხდარი საგზაო შემთხვევები. ასევე აქვე ნასვამობაც გაზრდილი არის ოდნავ დაახლოებით 7-8%. დასადგენი არის ოპტიმალური სიჩქარე ქალაქებში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ არის Vision Zero, ესეთი ხედვა, რაც ნიშნავს ნულ დაღუპულს ქალაქებში და ამას შეუერთდა ევროკავშირი დიდი ხანია უკვე. ევროკავშირის ქალაქების ცენტრალურ უბნებში დაღუპულების რაოდენობა მართლაც რომ ნულდება, ხოლო ჩვენთან ეს ასე არ არის. ევრონიუს ჯორჯია დაინტერესდა თავად მძღოლების თვალსაზრისით, როგორ ხედავენ ისინი რეალობას. მათი აზრით, რამდენად ხშირად არღვევენ სხვა მძღოლების საგზაო მოძრაობის წესებს. 50% იცავს, 50% ვერ იცავს. რავი, მე მგონი ბანგლადეშში უფრო კაი მოძრაობა იქნება, ვიდრე აქ. ძალიან ცუდად დადიან. ბევრმა არ იცის, ბევრს ეშინია გასვლა, მერე პრობლემებს იწევს და ასე შემდეგ. რა ვიცი, ზედმეტნაკლებად არის ახლა, რა ვიცი, იცავენ, არ იცავენ, როგორ გითხრა, ის შეჩეულები ვართ უკვე რა. რეგულაციები კი არ უნდა, მძღოლები, ახალგაზრდა მძღოლები რო არიან, იმათმა უნდა გაიარონ ცოტა ბევრი პრაქტიკა, ცოტა ღამე უნდა იმოძრაონ, ცოტა ისე რომ ისწავლონ ეს ყველაფერი. პროაქტიული ქმედებები არის საჭირო იმ დარღვევებზე, რომელიც აშკარად გვეუბნება სტატისტიკაში, რომ ადამიანებს ღუპავს გზებზე და მძიმე დაზიანებებს აყენებს.